ჩვენი პირველი სტუმარი გივი მიქანაძე გახლავთ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონო გივი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ქართული ოცნება სისხლის სამართლის მადლობას გიხდით მოწვევისთვის. კი ბატონო, დავიწყოთ ერთ-ერთი მთავარი თემით. ქართული ოცნება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენას აპირებთ. ეს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში სხვათა შორის არაერთხელ წამოწეულა წინა პლანზე, თუმცა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების დონეზე და როგორც მახსოვს, არა საკანონმდებლო ინიციატივის სახით. რა არგუმენტაციით ამყარებთ ინიციატივას, კიდევ ერთხელ რომ ახსნათ, რატომ დგას საჭიროება ამ მუხლის დაბრუნების, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული თავი სახელწოდებით დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ ისედაც ითვალისწინებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის შესაბამის პასუხისმგებლობას. ანუ რას ცვლის ფორმულირება სამშობლოს ღალატი? ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, სწორედ ამიტომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა ამ მუხლის აღდგენა სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც 99 წელს იქნა ჯერ კიდევ მიღებული და მაშინ ეს მუხლი არსებობდა. მოგეხსენებათ და საზოგადოებას ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მაშინდელმა პარლამენტმა გაამუქმა ეს მუხლი ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. თუმცა ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ის რაც მიმდინარე მოვლენებთან არის დაკავშირებული. ჩვენ თვალნათლივ გვაძლევს ხედვას იმისა, რომ კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ იმით, რომ ეს მუხლი არ არსებობს და შესაბამისად ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ დაწყებული არის კონკრეტული გამოძიება იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შეიტანა გენერალურ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება იმ საკითხებზე, რომელიც სწორედ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებასთან, მის ფუძემდებურ პრინციპებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი რადიკალიზმით გამოირჩევიან, ადამიანები, რომლებიც მიდიან პირდაპირ საკუთარი სახელმწიფოს და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ძირს უთხრიან ამ ქვეყნის წინსვლას და მის სწორ განვითარებას. ყველანაირად ცდილობენ, რომ შეაფერხონ ის პროცესები, რომელიც ჩვენთვის ისტორიულად უმნიშვნელოვანესია და ამ ქვეყნის გადარჩენის და შემდგომ განვითარებასთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ის მუხლი, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით და საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, მიუხედავად იმისა, რომ ეს განხორციელდება, ეს მუხლი რაიმე კონკრეტული სანქციის შემცველი არ იქნება. ეს იქნება აბსოლუტურად იდენტური შინაარსის, რაც იყო მის გაუქმებამდე, თუმცა ის მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლებს, რომელიც კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულებებზეა ძირითადად აქცენტირებული და სისხლის სამართლის კოდექსი რაც ისედაც არის ჩადებული, ხო? დიახ, და ზუსტად ეს მოცემულობა ჩვენთვის არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თვითოულმა ადამიანმა, რომელიც მიდის საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, გაათვითცნობიეროს და გაითავისოს, რომ ის არამხოლოდ რაღაც კონკრეტული დანაშაულის ავტორი შეიძლება გახდეს, არამედ ის შეიძლება სამშობლოს მოღალატეც გახდეს. ამას გარკვეულწილად პრევენციული ხასიათიც უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, ყველა ასეთ ნაბიჯს კონკრეტული პირის მხრიდან უნდა მიეცეს სწორი შეფასება. ამიტომაც ჩვენ მივიღეთ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ამ საკითხზე არაერთხელ წლების განმავლობაში იყო საუბარი, მოსახლეობიდან არაერთხელ დასმულა შეკითხვა, რომ რატომ არ ხდება ამ მუხლის აღდგენა და ახლა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად კონკრეტული რადიკალები დგავენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სწორედ მიახლოებული არის სამშობლოს ღალატთან, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს მუხლი აუცილებლად უნდა აღდგეს სისხლის სამართლის კოდექსში. კიდევ ერთი თემა, რაც არის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში, ეს არის ამერიკული ფარას თარგმანი საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენა. როგორც მოვისმინეთ, მმართველ-გუნდს აქვს კონკრეტული გათვლა, შეამციროს გარეგავლენები და აღარ დარჩეს და აღარ დატოვოს მსგავსი კანონის მიღების პროცესში სივრცე სპეკულაციებისთვის. აი ამ გათვლების გათვალისწინებით, როგორ ხედავთ, რამდენად განსხვავებული იქნება ის ეფექტი, რაც მოყვება ამ კანონის, ამჯერ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება განხილვის პროცესს ამჯერად განსხვავებით შარშანდელი და შარშანწინდელი გაზაფხულისგან.
პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი იქნება სიტყვასიტყვით იდენტური თავისი წერტილმძიმის დაცვით, სრულიად იდენტური ერთ-ერთი იმ კანონისა, რაც მე-20 საუკუნიდან მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და დღეს მოქმედი რედაქციით არსებობს. მეორე, ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხი. საზოგადოება თუ კი გაეცნობა ამ კანონპროექტს და შეადარებს იმ კანონს, რომელიც ქართულმა ოცნებამ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით გასულ წელს მიიღო გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მაქვს საუბარი, აღმოაჩენს, რომ მიღებული კანონი ბევრად უფრო ლიბერალურია იმ კანონთან მიმართებაში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს და რომელზეც მაგალითად სტრასბურგში კონკრეტული კონფერენციის განხილვის დროს, სადაც მე ვესწრებოდი და მონაწილეობას ვიღებდი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებაც თქვეს, რომ ის იმ სტანდარტებს და იმ ღირებულებებს აკმაყოფილებს, რაც დემოკრატიული პრინციპებისთვის მნიშვნელოვანი არის. აი ამ მოცემულობაში თუ კი ის ლიბერალური მიდგომა, რომელზეც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ეხება. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშგება და გამჭვირვალობა, რომელიც დაკავშირებული არის დაფინანსების წყაროს მითითებასთან და იმ კონკრეტული ხარჯების და აქტივობების საზოგადოებისთვის ჩვენებასთან, რომელშიც ეს დაფინანსება დაიხარჯა. აქ, როგორც გახსოვთ თქვენ მოქმედ კანონმდებლობაში, პასუხისმგებლობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მატერიალ-ფინანსური ხასიათის არის ჯარიმას მოიცავს, ეს ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებზე და ასევე გვაქვს დათქმა იმის თაობაზე, რომ რანაირადაც არ უნდა მოხდეს კანონის დარღვევა, ეს არამც და არამც არ შეაჩერებს კონკრეტული იურიდიული პირების შესაბამისი ორგანიზაციების საქმიანობას, მათ მოღვაწეობას და ისინი თავისუფლად გააგრძელებენ ამ მოღვაწეობას. როდესაც ფარას ერთ-ერთი მსგავს კანონპროექტზე არის საუბარი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეიტრალური პოზიციით გაეცნობა ამ კანონპროექტს, დაინახავს, რომ ის გაცილებით უფრო მძიმე კანონპროექტი არის, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იურიდიულ პირებთან, არამედ ფიზიკურ პირებთან მიმართებაში და ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება, რიგ შემთხვევებში შესაძლოა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებით. აი ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ დამოკიდებულება, რომელიც ლიბერალური კუთხით გადაიდგა, მაგრამ ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისთვის, არ იქნა სათანადოდ მიღებული და დაფასებული იმ კონკრეტული ძალების მიერ და მათი პატრონების მიერ და ეს გახდა მუდმივი, ასე ვთქვათ, თავდასხმისა და შიდა საქმეებში ჩარევის საფუძველი, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მივიღოთ ის კანონი, რომელიც არის წმინდა ამერიკული კანონი და ვერავინ ქვეყნის ზურგზე ვერ დაგვაბრალებს იმას, რომ მასში თუნდაც ერთი სიტყვა იქნება შეცვლილი იმ კანონისგან, რომელიც დღეს მოქმედი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და რადგანაც ის კანონი მათი გადმოსახედიდან შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც აბსოლუტურად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ბევრად უფრო მძიმეა თავისი ფორმით, გავრცელების არეალითა და პასუხისმგებლობის კონტექსტით, ვიდრე ის კანონი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედი არის, კი ბატონო, ჩვენ აგერ ვიღებთ გადაწყვეტილებას და რამდენიმე დღეში ეს კანონპროექტი დაინიცირდება ოფიციალურად და მოხდება მისი განხილვა. ეს განხილვები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში წარიმართება, გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე ახალი კანონის მისაღებად დაჩქარებული პროცედურები არც არის დაშვებული და რომც იყოს ჩვენი მიზანი არ არის, რომ დაჩქარებულად ეს კანონპროექტი განვიხილოთ და საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ უფრო დეტალურად გაეცნოს ამ კანონპროექტს და გააკეთოს ანალიზი და განსხვავება მოქმედ კანონსა და იმ კანონპროექტს შორის, რომელიც დაინიცირდება და განხილვის პროცესში იქნება და აუცილებლად გამწესდება პარლამენტში. კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, რაც პრინციპში იმ საკითხთან უფრო შეიძლება იყოს კავშირში, რითიც დავიწყეთ ჩვენ საუბარი. პოლიტიკური კვირა დაიწყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომით. მოვისმინეთ კონკრეტული განცხადებები, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა წლების წინ და ასევე დასახელდნენ ის პირები, რომლებსაც კომისიამ უნდა მოусმინოს მომდევნო სხდომაზე. თუმცა პოლიტიკოსების განწყობა კომისიის მუშაობის დაწყებამდეც ცნობილი იყო და ისინი ახლაც ამბობენ, რომ არ აპირებენ კომისიაზე გამოცხადებას,
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოუცხადებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. აი ეს დამოკიდებულება როგორ მოდის თანხმედრაში კომისიის მიზნებთან, იმიტომ რომ კომისიის მიზანია რომ დადოს გარკვეული შედეგი და თუ კი ის პირები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია წლების წინ მომხდარ ფაქტებთან ან მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუ კი არ მიიღებენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, აი ეს ამ პროცესს როგორ წაადგება? კომისია აბსოლუტურად რეგლამენტის შესაბამისი ნორმების დაცვით დაკომპლექტდა. კომისიას ყავს თავმჯდომარე და მდივანი, პროპორციულად გადანაწილებული არის წარმომადგენლობა და კომისია შეუდგა მუშაობას. რაც მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ მთელი ეს პროცესი არის სრულყოფილად გამჭვირვალე საზოგადოებას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა რომ თვალყური მიადევნოს იმ განხილვებს, მსჯელობებს, კონკრეტულად მოწვეული პირებისგან მიღებულ ინფორმაციას გაეცნოს და იმ კითხვებს და იმ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, განხილვებს, რომელიც კომისიის ფარგლებში უკვე დაიწყო და ჩვენ ვნახეთ, რომ მიმდინარე კვირის ორშაბათს პირველი ესეთი სხდომები გაიმართა კომისიის ფარგლებში. კითხვები, რომელიც დაისვა, ეს არის რა თქმა უნდა საწყისი ეტაპის და აბსოლუტურად ის კითხვები არის, იმ კითხვების ნაწილი არის, რომელიც არათუ კომისიას, არამედ საზოგადოების დიდ ნაწილს წლებია აწუხებს და აქვს სურვილი, რომ ამ კითხვებზე პასუხები მიიღოს. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია დაიბაროს ნებისმიერი პირი შესაბამის კითხვებზე პასუხის მისაცემად და კომისიის თავმჯდომარემ ცხადად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რაც ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ნებისმიერი პირის მხრიდან კომისიის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა, ეს იქნება გამოუცხადებლობა თუ გარკვეული ინფორმაციის გაზიარებაზე უარი, ეს არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და შესაბამისი სანქციაც აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია. ამიტომ ეს არის ნორმალური და ბუნებრივი პროცესი, რომ ნებისმიერი პირი, ვინც კი ვისთან კომუნიკაციითაც დაინტერესდება კომისია, აუცილებლად გამოცხადდეს ამ კომისიაზე, მიაწოდოს მათთვის საინტერესო ინფორმაცია და უპასუხოს იმ კითხვებს, რაც კომისიის წევრებს გაუჩნდებათ და შესაბამისად ამის საფუძველზე კომისიამ განაგრძოს თავისი მსჯელობა და იმ საქმეზე ორიენტირი, რა მიზნებითაც ეს კომისია იქნა შექმნილი. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კი იქნება კონკრეტული პირების მხრიდან დაუმორჩილებლობა კომისიის კანონიერ მოთხოვნასთან დაკავშირებით, აუცილებლად შესაბამისი უწყებების მხრიდან გატარდება კანონით განსაზღვრული ის ზომები, რაც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობით არის განსაზღვრული. ამიტომ ის განცხადებები, რომელიც რიგი ადამიანებისგან გაჟღერდა საჯაროდ, რომ თითქოს და ისინი არაპირებენ თანამშრომლობას კომისიასთან ან არაპირებენ კომისიის სხდომაზე მისვლას, თუ კი ასეთი დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, ამას კანონის ფარგლებში მოყვება შესაბამისი რეაგირება. თვითონ კომისია ალბათ აქამდეც უნდა შექმნილიყო, თუმცა ეს კომისია ვერ შეიქმნა გამომდინარე იქიდან, რომ გარე ძალებისგან, რომელიც ყველასთვის ცნობილი არის Deep State-ის, ანუ გლობალური ომის პარტიის სახელით, ძალიან დიდი ზეწოლა იყო, რომ ის კონკრეტული ფაქტები არ შესწავლილიყო, თუმცა ახლა, როდესაც ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი გაიმყარა, გაძლიერდა, ჩვენ ღირსეულად საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით უპასუხეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანა დადგა როგორც გარე, ასევე შიდა გამოწვევებს, ჩვენ ჯერ კიდევ წინა საარჩევნოდ ღიად და საჯაროდ განვაცხადეთ, რომ მსგავსი კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს კომისია გააკეთებს პოლიტიკურ შეფასებას, რომელსაც რა თქმა უნდა შესაბამისი განვრცობა მოყვება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რომელიც საქართველოში დადგენილია და მოქმედებს. მადლობა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. გივი მიქანაძე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დღის ქრონიკის სტუმარი